ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე რიონმა დამბა გაარღვია და ხობის რაიონის სოფელი პატარა ფოთი დადბორა. წყალმა 25-მდე საცხოვრებელი სახლის ეზო დაფარა. მოსახლეობას გაუნადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დილიდან შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს პრობლემა სოფელს მრავალი წელია აწუხებს. ჰიდროკვანძი, რომელმაც წყლის გატარება უნდა უზრუნველყოს, რეაბილიტაცია საჭიროებს, რაც ყოველი წვიმისას ხობის რაიონის სოფლებს, ასევე ქალაქ ფოთს დატბორვის საშიშროებას უქმნის. უკვე მეორე შემთხვევაა, ასეთი შემთხვევა, რომ წყალი შემოდის. იკეთება ხიდი, ამის გამო არის ყველაფერი ზარალი სოფელში. პარნიგია დატბორილი წინათ, მთლიანად სახლი დაგვიტოვება. პარკეტი აგვიყარა, ყველაფერი. ხობსა და ფოთს შორის ხიდი, რომელიც არსებობს, იქ შლუზები არის გაფუჭებული, ეს ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს. არ არის არც ფოთის ბალანსზე და არც ხობის ბალანსზე, ამიტომ ამ ხიდის რეაბილიტაცია აუცილებლად უნდა მოხდეს. მაგრამ საგანგაშო და საპანიკო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. დამბა არის პატარაზე გარღვეული, ყველაფერი მოგვარებადია, ასე რომ პანიკის საფუძველი იმდენად ნამდვილად არ არის. დღეს ფოთში უნალექო ამინდია, თუმცა სინოპტიკოსების პროგნოზით საღამოს ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა.